ნაციონალური მოძრაობის ახლა ზოგიერთი წევრი გუშინწინდელი დღეს სხვა პარტიაშია, ხომ, მაგრამ იმ გუშინწინდელი დანაშაულია, რომელზეც მას უნდა მოითხოვოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ასე რომ ყველაფერი იქნება სასაჩვენო მოთხოვნაში, ჩვენ არ გულისხმობთ მარტო საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ გულისხმობთ ჩვენ სასაჩვენო მოთხოვნისთვის, გულისხმობთ ასევე მათ, ვინც არიან მათი ფიზიკური განაყოფები, ნაწილი, კოლგის ქვეშ ყოფი თუ ასე შემდეგ, კონკრეტულად რომელი პარტიები იქნება, ამას ნახავთ სასაჩვენო მოთხოვნაში. პარტია არ არის რაღაც იურიდიული ფორმა, ხომ? პარტიის არაკონსტიტუციურობას უპირველეს ყოვლისას განაპირობებენ ის ადამიანები, რომლებიც არიან იდეოლოგები და მმართველები ამ პარტიის. შესაბამისად, ეს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზიც იყო ჩვენთან, რომ არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობისა არაკონსტიტუციური ქმედებების გამო. უახლოეს წარსულიდან თქვენ იცით საფრანგეთის ან სხვას რომ გადავხედოთ, იცით რომ ეს სხვა ქვეყნებში არის დამკვიდრებული სტანდარტი, ასე რომ ზუსტად ამ სტანდარტის დამკვიდრება ხდება. ლოგიკური და გასაგებია რომ როდესაც თუკი პარტია არის არაკონსტიტუციური, თუკი პარტია შუღლს აღვივებს, თუკი პარტია ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, თუკი პარტია კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს არა რაღაც იურიდიული პირი, როგორც ასეთი, არამედ ის ადამიანები, რომლებიც პარტიის ქმედებას განაპირობებენ.